ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნა, წარმოების ტექნიკური რეჟიმების შეცვლა, პროფესიული გადამზადების საჭიროება და მთავარი სლოგანი. ღირსეულ შრომას, ღირსეული ანაზღაურება. იმერეთის მეტალურგიულმა და სამთო-მრეწველობის მუშათა პროფესიულმა კავშირმა რიგარეშე საანგარიშო საარჩევნო ყრილობა გამართა. ყრილობაზე პროფკავშირების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და ქარხნის, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის წარმოქმნილი დავების საფუძვლები და მიზეზები იქნა განხილული. ყრილობას პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას საწარმოს ადმინისტრაციიდან არავინ ესწრებოდა. პროფკავშირები გახლავს ცოცხალი ორგანიზმი, ამ ცოცხალ ორგანიზმში არის საჭირო ცვლილებების განხორციელება, სისხლის ესე ვთქვათ გადასხმა, იმისთვის რომ ის იყოს ადეკვატური გარემოსთან, იყოს ადეკვატური როგორც ქალაქში, ისე საწარმოში. მე ვფიქრობ, რომ პრობლემები, რომელიც ზოგადად ზესტაფონში არსებობს, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ადამიანების სოციალურ გარანტიასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ეს ვერ მოგვარდება გათითო-კაცებული საზოგადოებით. ამას სჭირდება ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება, ხერხემალი ამ სამოქალაქო საზოგადოების დასავლეთში სწორედ პროფკავშირია და სწორედ პროფკავშირის გაძლიერებით უნდა გადაწყდეს საკითხები, როგორც ეკოლოგიასთან დაკავშირებით, ისე ხელფასებთან დაკავშირებით, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის ცრუ, ესე ვთქვათ, პროფკავშირული ორგანიზაციები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება ხანდახან დაუშვათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიმართავენ ხოლმე, ზესტაფონის მაგალითმა ნათლად დაადასტურა, რომ არაფერ კავშირში არ არის რეალურად საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, თორე ესე ზესტაფონის სტადიონი შეგვიძლია სიტყვაზე დავარქვათ თბილისის აეროპორტი, მაგრამ ის იქნება სტადიონი და არა აეროპორტი. როგორც შეხვედრაზე ითქვა, გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმება ქარხნის ადმინისტრაციიდან არ სრულდება. იმერეთის მეტალურგიული და სამთო-მრეწველობის მუშათა პროფესიული კავშირი მათივე განმარტებით დიალოგის რეჟიმში აპირებს მიღწეული შეთანხმების მოთხოვნას. აქტიურად საკითხი მოусმინოთ ერთმანეთს ადმინისტრაციამ და დასაქმებულებამ. ანუ დამსაქმებულებამ და დასაქმებულებამ. ესე შევძლოთ, მოусმინოთ, გაუგოთ და ყოველგვარი ზედმეტი რაღაცეების გარეშე დავების სასამართლო და გაფიცვების გარეშე გადავწყვიტოთ საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს კონფლიქტური და რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია საერთოდ მოლაპარაკებების გზით. აქედან გამომდინარე, თავისთავად დავსვით სამუშაო პირობების გაუმჯობესება, თავისთავად დავსვით ანაზღაურების შესაბამის დონეზე მიყვანა, წახალისების სისტემის დებულების შექმნა და შემუშავება და სხვა სოციალური გარანტიების აუცილებელი გამოყენება ურთიერთობის პროცესში. ეს არის ძირითადი საკითხი. იმერეთის მეტალურგიული და სამთო-მრეწველობის მუშათა პროფესიული კავშირი 2009 წელს ჩამოყალიბდა. ამ დრომდე მას სამდივნო მართავდა. მეორე რიგგარეშე ყრილობაზე უკვე კავშირის თავმჯდომარედ მურმან არჯევანიძე, ხოლო მოადგილედ გრიგოლ ბრეგვაძე აირჩიეს. დღეს იქნება ახალი წევრების წარდგინება, შეიძლება კიდევ მოხდეს კორექტირება. 2009 წლის ნოემბრიდან მას არ ყავდა თავმჯდომარე, რადგან ეს იყო ახალი შექმნილი ორგანიზაცია და გამოკვეთილად თავმჯდომარის არჩევა არ ჩაუთვალეთ აუცილებელი, ვისაც გამორიყავდა შემდეგ პროცესები იმის შემდეგ ყოფილიყო, დადგა ეს დროც და დღეს დალაგდება ის კომიტეტი და ალბათ იმუშავებს უფრო დიდხან, უფრო ეფექტურად, ალბათ კი არა უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე აქამდე მუშაობდა ძველი. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან იყო ჭიათურის წარმომადგენლებიც, რომელსაც შემდეგ ვეღარ გამოთქვეს სურვილი და ძალიან დიდი დაშინება იყო მათზე. ხალხი ფაქტიურად ჩამოგშორდნენ, ეშინოდა ჩვენთან კონტაქტის გამოსვლა. ასევე ფეროშენობთა ქარხანაში იყო ის ხალხი, რომელიც დიდ ზეწოლას ვერ გაუძლეს და გადავიდნენ უკან პროფკავშირში და ფაქტიურად მანამდე არსებული კომიტეტი იყო ქმედით უნარიანი. დღეს კომიტეტში არიან ძალიან ბევრი ახალი სახეები, ხალხი, რომელიც ბრძოლის ჟინი აქვთ ამაღლებული და მზად არიან საკუთარი გამოცდილება, საკუთარი სახსრები, დრო და ენერგია მოახმარონ პროფკავშირს. საწარმოში დღეისათვის ორი პროფესიული კავშირი არსებობს. პირველი ზემოთ ხსენებული და მეორე სამთო-მეტალი. როგორც ქარხნის მომსახურე პერსონალი განმარტავს, სამთო-მეტალიდან ისინი თავის სურვილით გამოვიდნენ, რადგან მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. არსებული პროფკავშირი, რომელიც წარმოდგენილია ჯორჯიან მანგანეშის სამთო-მეტალის სახით, ის პროფკავშირი ვერ ასრულებდა იმ ადამიანების დაკვეთას, რომელთა არჩეულიც ის უნდა ყოფილიყო ელემენტარულად, იმიტომ ვერ ასრულებდა იმ ხალხის არჩეული,
ფაქტიურად არ იყო ეს პროფკავშირი შეიქმნა როგორც შეკრებაზედაც აღინიშნა ზემოდან, ანუ არ იყო ეს მუშათა დაკვეთით შექმნილი პროფკავშირი. გამომდინარე აქედან ის პროფკავშირი ვერ ასრულებდა იმ შეკვეთას, რაც ხალხს აწუხებდა და რა სოციალური პრობლემების ქარხანაში არსებობს, ვერ გვარდებოდა. არათუ ვერ გვარდებოდა, არამედ სურვილიც ხშირ შემთხვევაში არ იყო ამისი. თქვენ წინა გაფიცვა ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ, მაშინაც ამაზე ხაზგასმით აღინიშნა მრავალჯერ და მრავალი ფაქტი იყო იმის დაფიქსირებული, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში იგნორირებას ახდენდნენ იმ ადამიანებისა, რომელთაც რეალურად ეხებოდათ ეს სოციალური პრობლემები. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ 3 წლის წინათ შეგვექმნა ალტერნატიული პროფკავშირი, რომელიც უშუალოდ გამოხატავდა იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც შეწუხებული იყვნენ ამ პრობლემებით. ყრილობაზე კავშირის სხვა წევრებიც იქნა არჩეული. სპორტული ფესტივალი იმერეთი 2012 წლის რეგიონული ტურის საგზური მინი ფეხბურთში შოროპნის გუნდმა მოიპოვა. ფინალურ ტურში ისინი ვიტასის გუნდს დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შოროპნის ნაკრებმა შეძლო. ისინი ახლა უკვე იმერეთის პირველობისთვის იბრძოლებენ. და შანსები მათაც ჰქონდათ, მაგრამ ისე გამოვლინდა, რომ ჩვენ ვაჯობეთ და გავიმარჯვეთ და მე მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა ამ ტურნირის ჩატარების უფროსობას. 2012 წარიმართა და მშვიდობიან ჩამთავრდა და კარგად ჩამთავრდა და მომავალშიც ყოველთვის გამოვართ და მადლობა ყველას, რომ აი ესე ტურნირები ტარდება და ყოველთვის ღებულობთ მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი თამაში იყო, ორივე გუნდი ღირსეულად შრომობდა. მაგრამ ჩვენზე ძლიერები გამოდგენ და შესანიშნავად იბრძოლეს იმ ბიჭებმა და გაიმარჯვეს და იმედია ალბათ შემდეგ ტურნირზე ჩვენც მივახცევთ იმ წარმატებას, იმ შრომას, იმ მოდომებას, ჩავდებთ ჟილკა და შემდეგში იმედია გავიმარჯვეთ. სპორტულმა ფესტივალმა სტარტი აგვისტოს დასაწყისში აიღო და მასში 18 გუნდი იყო ჩართული. დღეს დაამთავრდა სპორტული ფესტივალი იმერეთი 2012-ით გათვალისწინებული ტურნირი მინი ფეხბურთში. სულ მონაწილეობდა 18 კოლექტივი და ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ შორაპნის პირველი გუნდი და ხოხოულ ეგრეთ წოდებული ხოხოულას გუნდი. ფინალში გაიმარჯვა შორაპნის გუნდმა. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო და ულოცავ შორაპელებს ამ გამარჯვებას. გამარჯვებული გუნდი ხვალ უკვე ჩაერთვება იმერეთის ტურნირში, სადაც მიიღებენ მონაწილეობას იმერეთის 12-ვე რაიონის გუნდები და სურვილი მაქვს რომ იქაც ასე წარმატებით იასპარეზონ. იმერეთის პირველობისთვის გამარჯვებულ გუნდს პირველი შეხვედრა ხარაგაულის ნაკრებ გუნდთან ელოდება.